მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუგრის უშიშვილი გახლავართ. როგორც წინა გადაცემაში შეგვირდით, ჩვენ საუბრობთ გარკვეულწილად აი პოლიტიკურ ცვლილებებზე, ლიბერალიზმის კრიზისზე, იმაზე თუ რა მოდის და ამ საკითხებზე სასაუბრად მოვიწვიეთ ჩვენი მეგობარი, ფილოსოფოსი ოთორი ჭულუხაძე. პირველ რიგში მადლობა, რომ მოხვედი. და მინდა რომ ეხლა შემოგთავაზოთ როგორც ფილოსოფიური, ისე გარკვეულწილად, მიქსი გავაკეთოთ, ფილოსოფიული, ისტორიული და პოლიტიკა, ჩვენი ნეიტრალური სფერო არის, სადაც შენც გარკვეულწილად რაღაც ცოდნები გაქვს, მეც თეორიული ცოდნები მეც გამაჩნია და აი ორი მიმართულებით შევხედოთ რა აი ამ პროცესს. წინა გადაცემაში მე შევეხე ესეთ რაღაცას, რომ მე-20 საუკუნეში უფრო მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნეში დაიწყო ჩამოყალიბება გარკვეულწილად დისციპლინურმა საზოგადოებამ. ესე ტერმინია და ამ დისციპლინური საზოგადოების რაღაცა გამოვლენა იყო, პრინციპში სამამდე რომ დავიყვანოთ საბჭოთა, გერმანული და ლიბერალური. ოღონდ განსხვავება რა იყო? საბჭოთა და გერმანული იყო მაინც დაკავშირებული ცოტა მილიტარისტულ ელემენტებთან. მაგალითად საბჭოთა კავშირში და გერმანიაში შიში გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ფარულ პოლიციასთან, გესტაპოსთან, გადასახლებებთან, გულაგთან და გავს რაღაცების შიშთან. და წინა გადაცემაში თქვი და მინდა ახლა გავიმეორო, რომ თანამედროვე შიში ცოტა განსხვავებულია და დაკავშირებულია არა კონკრეტულ ერთ ადამიანზე, არამედ დაკავშირებულია მაგალითად ბაზარზე. შენ არ იქნება მოთხოვნადი ბაზარში. აი მაგალითად შენ რო რაღაცა ისეთი არა ლიბერალური თქვა, Netflix-ში აღარ გადაგიღებ. პირობითად. შენ რომ რაღაცა ისეთი პოზიცია განაცხადო, ხო? აი მაგალითად ახლა ამ ყოველ შემთხვევაში უშუალოდ შენ გეხება, იმიტომ რომ აკადემიურ სივრცეში ხარ და რაღაცა ჩვენი სივრცე, აკადემიური სივრცე გრანტებით სავსეა, ხო? აღარ მოგცემენ კონკრეტულ გრანტებს, ხო? აღარ გექნება წვდომა რაღაცა გრანტებზე. აღარ გექნება მაგალითად აღარ მიგიწვევენ რაღაც კონფერენციებზე, სავარაუდოდ, ხო? და ეს შიში და რას ნიშნავს ეგ? ეგ თითქოს არაფერი არ უნდა ნიშნავს, მაგრამ ეს შენი კარიერის წინსვლისთვისაა საჭირო გარკვეულწილად, ხო? ეს შენი ფინანსური რეალიზაციისთვისაა საჭირო. და შენ ეს ყველაფერი, ანუ შენი კარიერულ წინსვლას, ფინანსური გარკვეულწილად დამოუკიდებლობას, ხო? რეალურად არ ახარ დამოუკიდებელი. და აი ამ პროცესში ყალიბდება შინაგანი პოლიციელი, რაც სხვა სისტემაში არ იყო, სხვა სისტემაში კი არ ლაპარაკობდი საზოგადოებაში, მაგრამ სამზარეულოში მაინც ლაპარაკობდი. ეხლა ყალიბდება გარკვეული პოლიციელი, რომელიც შენ თავშივე გირტყავს დუბინკას, ესე ვთქვათ, ხელკეს თავში, იმ იდეის გაჩაესთანავე, რომ არ გამოვიდეს. და შენ აღარ ამბობ რაღაც განსხვავებულს. რომ ფიქრობდი ამას, აღარ ამბობ ამას. და ესა ანუ უფრო საშინელი ტოტალიტარიზმია, იმიტომ რომ შინაგანი ცენზორი შექმნა. ზუსტად ლიბერალიზმი ცხადია, ნებისმიერი ძალაუფლება და მათ შორის ეს დისციპლინური საზოგადოების მოდერნული ძალაუფლებები დგას ხის ძალაზე, თუმცა ამათ შორის ლიბერალიზმის და მთლიანად ეს დასავლური კაპიტალიზმის ზედნაშენია, ხო, ლიბერალიზმი, ეს დგას აი ამ ეგრეთ წოდებულ ობიექტურ ძალადობაზე, ხო, როდესაც შენ რაღაც აზრით, როგორც ახსენე, გეძლევა ძალადობია, ანუ ჩაშენებული საზოგადოებაში, აი რეკლამაში, რომ მაგალითად შენ უნდა ბევრი მოიხმარო და პრინციპში ხარ რო შეხედო ხო რაღაცა ეს ზოგად ადამიანურ სკალაზე რო დასვა, ახლა არ ჯობია მართლა პირობითად 30-ით მეტი საპონი იყიდო და პირობითად 40 ჯერ მეტ უაზრო ფენს უყურო, ვიდრე ვიღაცა კომუნისტი ან ნაციონალისტი დაგზდევდეს, რომ აი შენ რატო არ გიყვარს დედა პარტია, ხო? ანუ რაღაც აზრით, ხო? ანუ ლიბერალიზმის ცვიერება, პოლიტიკური ცვიერება, რაც ყველა იდეოლოგიას აქვს, სწორედ აი ამ ობიექტურ ძალადობაშია, რომ შენ აი ეს თვითცენზურირების ელემენტი მეტი გაქვს. აი მართლაც აი ადამიანის რაღაც აი ქვენაგზნობებს, ამ ევოლუციურ წინა პლასტებზე ახდენს გავლენას, რომ აი შენ მაგალითად ფიქრობ, რომ აი ხო აი რა ვიცი არ მცემენ, არ მკლავენ, რაღაც პირობები მექმნება და მოდი რა ეს კი შეიძლება რაღაცები არ მომწოს,
მაგრამ ისეთი იმათ ხო ჯობია, ანუ ეს რომელიც ეს უშუალო სუბიექტური ძალადობით გამოდის, აი ვთქვათ, აი მოდერნულობაში ვთქვათ ეს კომუნისტური და უფრო ნაციონალისტური ხაზი ხო, უფრო ხისტი და მილიტარისტულად გამოდის და აი ეს შემპარაობა შენ მე უფრო მოწყვლად გსის და ადაპტირებულ სისტემის მიმართ, რომ ფიქრობ, რომ შენ აი კი ესე არ არის სწორი, მაგრამ რა ვიცი, ხა ბევრი რაღაცას გაძლევს, აი ამ ბევრ საპონს ყიდულობ და ასე შემდეგ. ეს უპირატესობა, როდესაც არსებობდა ის ალტერნატიული სისტემები, ეს უპირატესობა ისეთი მნიშვნელოვანია და მოდი დასაფასებელია. იმიტომ რომ ჯობი, ანუ რა ვიცი, იქ საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნას ჯობია, რომ რა ვიცი, კონსუმერულ ხო, რა თქმა უნდა. ხო? იმიტომ რომ იქ რაღაცა პირობითად გამონახა რაღაც აზრობრივ კუნძულებს და რაღაცა სივრცეებში ეკრი, სადაც ასე ვთქვათ, რაღაცა ესეთი პირდაპირ აკრძალვები არ იქნება. ხო, მაგრამ აი ხა ნახე, როდესაც დაინგრა ეგ ორივე პოლიტიკური სისტემა. დღეს რასაც ვაკვირდები, ის რაც ლიბერალიზმმა, როგორც აი ეს კონტროლის მექანიზმი რაც გამოიკონა, თუ კი ადრე აი როგორები იყვნენ ხა ავტოკრატები, ხო, გასამხედროებული ფორმებით, რომელიც საუბრობდნენ ნაკლებ მოხმარებაზე, ცოტა სხვა ტიპები იყო, ხო? რა ჩე გევარასნაირი ტიპი ან რაღაც კასტროსნაირი ტიპი უფრო, ხო? დღევანდელი ავტოკრატები ლიბერალური ენით საუბრობენ ნაგაგებით. იგივე მეთოდებით საუბრობენ, რომ მე იმიტომ ვარ წარმატებული, რომ აი ლიბერალური რაღაცა აი ეკონომიკური ზრდა მაქვს. ხო? მე იმიტომ ვარ წარმატებული, რომ აი ჩემი მოსახლეობა კეთილდღეობაში არის. მე იმიტომ ვარ წარმატებული, რომ ესე იგი სოციალური რაღაც კეთილდღეობები შევქმენი. ანუ ლიბერალური ენით დაიწყო საუბარი და მეტიც მეთოდოლოგიურადაც, აი რითიც ახდენდა ლიბერალიზმი თავის ოპონენტების დადგუნვას, ძველი მეთოდებით კი აღარ თქმულობთ, არამედ თქმულობთ იგივე მეთოდებით ლიბერალიზმის თქმულობს. აი ჩვენ შემთხვევაშიც, ხო, იყო ფარას კანონი, რომელიც იყო ანტილიბერალების წინააღმდეგ გაკეთებული რეალურად და არალიბერალურმა სისტემებმა აიღეს ეს ფარას კანონი ლიბერალების წინააღმდეგ. კი. ანუ ფარა არის თავისთავად ლიბერალური მომენტი, ხო? ხო, ეგ არის ხადია, მე დასაწყისში წინა კითხვა ვთქვი, რომ ეს აი ეს შემპარაობა და ეს იდეოლოგიური, ასე ვთქვათ, წნეხი მაინც რაღაც ხის ძალას ეფუძნება და როდესაც ჩვენ კონკურენტი არ რჩება, ხო? რეალურად ის რაღაცა ტიპის შინაგანი რღვევა ეს ბუნებრივადაც ჩდება რა, ძალაუფლების ლოგიკა, როცა რეალური დამბალანსებელი არ ყავს, რაღაც შინაგანი ხრწნის პროცესი ბუნებრივია და აი ამ შემთხვევაში ეს ხრწნის პროცესი ლიბერალიზმის შემთხვევაში იყო, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული გარეგანი ნიღაბი, რომ აი შენ რაღაც კეთილშობილი ხარ, ანუ ეს რბილი ძალის როგორც ნიღაბის ჩამოხსნა მოხდა და ის ხისტი ძალა გამოჩნდა და ის ხისტი ძალა აღმოჩნდა, რომ ხა პირობითად ვიღაცა შენ რო რაღაც საწინააღმდეგო აზრი გაქვს, ბლოკები უკვე ხისტათაც და მე ბოლოს რომ შენ რაღაცა დონემდე მიდიხარ, ხო, იქ პირობითად რაღაც სროლებზე ხარ კოქტეილი იქნება თუ არა კოქტეილი, მაგაზეც არის წამსვლელი, ხო, პირობითად ლიბერალური სისტემა, ხო? სხვათა შორის სწორედ ეს სუგესტიური ბუნება ჩანს იგივე ცოტა კონკრეტიკაშიც რო შევიდეთ, აი იგივე სლოვაკეთის პრემიერი ფიცოს შემთხვევაში და იგივე ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმაში, იმიტომ რომ აქაც არ იყო, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში ესე ვიცით, რომ ეს რაღაცა ესეთი მარტო ხელა შუთერის თემა იყო, მაგრამ ის ხო სუგესტიით მივიდა, რომ აი ხა ეს ტრამპი ვიღაცა და ტრამპი ხო კლასიკური ლიბერალი არის მე-19 საუკუნის გაგებით, ხო, რაღაც პატერნალისტური, მამობრივი რაღაცა სახელმწიფო სუვერენიტეტი და ნუ კიდე ამერიკული მინარევები ცხადია, მაგრამ ანუ იქ თანამედროვე ლიბერალიზმმა ჩააგონა ვიღაც ტიპი, ანუ იგივე ფიცოს შემთხვევაში, რომ ეს აი რუსეთის ხელდასმული რაღაცა და უკვე შეიძლება პირდაპირ დაკვეთას, ეხლა მე არ ვიცი როგორ იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს იდეოლოგიური თემა ხო უფრო მოქმედებს, რომ ვიღაცამ აი რაღაცა სიკეთისთვის რაღაცა აი უკვე ხისტი ნაბიჯებიც გადადგას რა. აი წინა გადაცემაში თქვი და მინდა ეს რაღაც ელემენტ შევხედოთ. ადრე მაგალითად რევოლუცია, ბუნტი რაღაცნაირად საზოგადოებისთვის მიუღებელი ელემენტი იყო. დღეს ლიბერალურ სისტემაში რატომ არ არის ეს სიამოვნებაში ბუნტარი? ანუ ბუნტარი ადამიანის რომანტიზება ძველი დროიდან იწყება, გულისხმობ მე-19 საუკუნიდან, რა ეგ რევოლუციური ეპოქა როდესაც იწყება. მაგრამ აი დღევანდელ სისტემაში რა არის, რომ ეს ბუნტარობა, ესე ვთქვათ, არის გარკვეულწილად უკვე წინასწარ დაგეგმილი სცენარი, ლიბერალიზმის სცენარი, სადაც შენ გეუბნება, რომ შენ თუ ბუნტარი იქნები, შენ ჩემს სისტემაში ჩაეწერები. შენ უნდა იყო ბუნტარი იმისთვის, რომ ჩემს სისტემაში ჩაეწერო. და ეს უკვე ბუნტი კი არ გამოდის.
ეს გამოდის სიამდვილეში არა ბუნტი, არამედ გამოდის გარკვეულწილად კარიერული გზის ერთ-ერთი ნაწილი, სადაც შენ უნდა დაუმტკიცო შენ სუვერენს, რომ შენ მართლა ხარ იმ სისტემის ნაწილი, რომლის რაღაცა და თან ბუნტის შედეგად ის სუვერენი ისევ სუვერენისება, ისაა მნიშვნელოვანი. ისევ სუვერენისება. არა ისო შენ ბუნტის მონაწილეები პირობითად რო ვთქვათ, ისინი მოდიან ძალაუფლებაში, როგორც ვთქვათ, უფრო ავთენტურ რევოლუციებში ხდება, ვთქვათ, იგივე აი ბოლშევიკურ რევოლუციაში, ხო, სადაც ხა იმათ იქ არ იყო, ხო, როგორც ახლა ვთქვათ, დღევანდელ ლიბერალ ეგრეთ წოდებულ რევოლუციონერებს აქვს, რომ რაღაცა ეს სასათბურე პირობები და მე რაღაცა ესე პროფესიონალი რაღაც ენჯოშნიკური რევოლუცია კი არ იყო, იქ ხა რაც არ უნდა ცუდით შეიძლება ითქვას ბოლშევიკებზე და მენშევიკებზეც მათ შორის ასევე ცუდით შეიძლება თქვა, ანუ ისინი მართლა რაღაც იმ ბრძოლებში იყვნენ და იმ კატორღებში და იმ ციმბირებში მართლა ასახლებდნენ მაგ ხალხს, ხო? ხა და იმიტომ რომ რეალური ბრძოლა იყო, რეალურად და არ იყო აი ეს უკვე ეს ანუ სისტემური ხელდასმა არ ქონდა, ისინი მართლა იყვნენ სისტემასთან ასე ვთქვათ დაპირისპირებული ძალები რა. და სწორედ ამიტომაც პრაქტიკულად პოლიტიკური ლიდერები არ იყვნენ იქ ბოლოსკენ მაგაქციების ბოლოსკენ. რატომ არ იყვნენ? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ბუნტის თავარი არსი რა არის, ხო? ბუნტის თავარი არსი არის აი ბუნებრივი ბუნტების რითი გამორჩეოდა. ბუნებრივ ბუნტებში ყოველთვის ყალიბდება ვიღაც ლიდერი. ანუ ესე იყო ყოველ შემთხვევაში ისტორიის განმავლობაში. აქ ვერ ჩამოყალიბდა ვერანაირი ლიდერი. მათ შორის არც იმ ახალგაზრდობისგან, რომელიც თქვათ აი ესე რაღაც პროგრესიზმის დროშიც გამოდის და მაინც რაღაცნაირად აღმოჩნდა, რომ ვერ გამოინახა რამდენიმე ადამიანი, რომელიც რაღაცა ტიპის სპიკერობას ან რაღაცა ტიპის ლიდერობით უკვე დაელაპარაკებოდა, ხო, ხელისუფლებას. ანუ ისევ და ისევ იმ ლიბერალურ ქვაბში იოლა ჩახარშვადი გახდა რა, ესე. მე ხა ჩემი სტუდენტებისგანაც ვიცი, რომლებიც მონაწილეობდნენ, რომ ეგეთ რაღაცას, ნუ რო განვიხილავდით. ესეთ რაღაცას მეუნებოდა, რომ აი იქ შიგნით უკვე რაღაცა სივრცეებში რო ხარ, რაღაცა ინიციატივა რო თქვა, ის საერთოსგან ცენზურირებული. ანუ ვერ გადიხარ რა, რაღაცა ვერ შეიძლება დასტრუქტურირებული ველი რა, ველი ხო და არის დასტრუქტურირებული. ეს რა გამოდის, იცი რომ შენ თუ აქ მიიღებ მოკლედ ეს არაა ბუნტი საბოლოო ჯამში, ეს არის ერთგულების მაჩვენებელი რიტუალი, ხო, ეს ერთგულების რიტუალი, რომ იმისთვის რომ შენ დაამტკიცო რომ ნამდვილი ლიბერალი ხარ, შენ უნდა მიიღო იმ საერთო რიტუალურ პროცესებში უკვე გაწერილ სცენარში მონაწილეობა, სადაც ამ ბუნტის შედეგად შენ ძალაუფლებაში არ მოდიხარ. პიროვნულად შენ არ მოდიხარ ძალაუფლებაში. თან პრინციპში ხარ რომ დააკვირდე, ხო, აი იგივე ეს რეალურად ეს რევოლუციური ხაზი რაც იწყება დიდი ფრანგული რევოლუციით, როგორც უწოდებენ, ხო? ლიბერალიზმის მოდუს ვივენდი იყო, რომ რაღაცა ტიპის არქაულ საზოგადოებრივ, უბრალოდ მოდეს შუა საუკუნეებრივ ან მონარქისტულ, სადაც ღია ბაზარს ფესვი არ გაუდგია, ეს დახურულ საზოგადოებრივ, ასაც პოპერი უწოდებს, ხო? ესეთ საზოგადოების გაღიავების, ანუ ღიად გახტომის და მაშინ მე უკვე რაღაცა ტიპის თავისუფალი ბაზის დომინანტას შეყვანის მეთოდოლოგია იყო ლიბერალიზმი და უკვე ეხლა რასაც შენ აღწერ ლოგიკურია რომ ეგრე არის, იმიტომ რომ რეალურად ისინი ხშირ შემთხვევაში ასე ვთქვათ ებრძვიან იმ სისტემას, რომელმაც როგორც ვთქვათ თავისუფალი ბაზრის რაღაც უპირატესობები აიღო, ისე ოღონდ ეს მოაქცია სახელმწიფოს ხელში. ახლა იგივე ჩინეთის მაგალითი ავიღოთ, ხო? გვახსოვს 80-იანი წლების ბოლოს, ხო რა, იქ რეალურად იყო, ხო, იგივე ცდელობა, რომ ანუ კი სტუდენტების გამოსვლა და ყველგან ხდება, ხო, იგივე ფერადი რევოლუციები. უბრალოდ ნახე, საქმე იმაშია, რომ მაშინ ხო იგივე ჩინეთი რო ავიღო, იმ შემთხვევაში მოხდა გახსნა იმ თქვათ თავისუფალი ბაზის ელემენტების შემოყვანა, ხო? მაგრამ ეს მაინც ხდებოდა ჩინური ვერტიკალის ასე ვთქვათ ქვეშ რა, ან ტექნოლოგიების სწავლა იქ ამერიკიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ ეს ჩინეთმა შეძლო. ანუ მე იმას ვამბობ, რომ ესეთი ტიპის ლიბერალურ რევოლუციურ მიდგომებს თავისი ანტიდოტი ისტორიულად გამოუმუშავდა თუ იგივე ჩინეთის და ახლა უკვე მათ შორის ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენც ახლა ფაქტიურად ეს სააკაშვილის ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციაც იყო ლიბერალური რევოლუცია, ხო, ნეოლიბერალური რევოლუცია, იგივე ეს ფერადი რევოლუციები, ანუ რეალურად მე არ ვამბობ, რომ ხშირ შემთხვევაში ის რეჟიმები, რომლის დასამხობათაც ისინი იღვწოდნენ, ხო, იყო
რა ვიცი, არ ქონდა პრობლემები რბილად რომ თქვა, ხო? იგივე შევარდნაძის რეჟიმი რო აიღო, ხო? უბრალოდ საქმე ის არის, რომ ეს რევოლუციურობა იყო, ამის modus vivendi და ეხლა უკვე ეს ხდება რაღაცაზრით, ანუ ფიქცია გამოდის, იმიტომ რომ აღარ არის იქ ჯერ ეს ერთი რომ ანტიდოტი იქნა ნაპოვნი და მეორეს ერთი კიდე რაღაცაზრით გამოდის, რომ ლიბერალიზმი 21 საუკუნის ლიბერალიზმი ებრძვის საკუთარ არჩევნებს 19 საუკუნის სახით. რომელიც მაგალითად ტრამპზე, რა ვიცი, ტრამპი არის აი კლასიკური პატერნალისტური ლიბერალიზმის გამოვლინება, რა ვიცი, პროტექციონიზმი, რაღაცა ოჯახი, რაღაცა აქეთ-იქით. ეს ხო, ანუ ესეთი რაღაცეების და შესაბამისად, აი იდეოლოგიურ სურათიც იცვლება და ამაზე კიდე მე ხო, იდეოლოგიურ სურათზე იცვლება, ამას ცოტა მოგვიანებით შევეხოთ, მაგრამ აი თავარი მომენტი რა არის, ხა რასაც უყურებ, რატომ არის ესე იგი პრობლემა. ფილოსოფოსი ხარ და კარგად გესმის, რომ უნივერსალისტური ენა მნიშვნელოვანია. უნივერსალისტური ენა იდეების, უნივერსალისტური ენა, აჩვენე სამეთყოლოს ენას, ხო? ჩინეთზე წინა გადაცემაში თქვი და ეხლაც გავიმეორებ, რომ ჩინეთს რატომ ჩინეთს აქვს, რა თქმა უნდა, შეუძლია ტექნოლოგიური უპირატესობა, ეკონომიკური უპირატესობა, მაგრამ ჩინელებს არ აქვს გამოცდილება, ისტორიული გამოცდილება უნივერსალისტური ენის შექმნის. დასავლეთს ყოველთვის ჰქონდა ეს უნივერსალისტური ენის შექმნა. იმასაც ვიტყვი, რომ არაბებსაც აქვს უნივერსალისტური ენა, არაბულ სამყაროს ცივილიზაციასაც აქვს თავისი უნივერსალისტური ენა, არაბიზაცია მაგიტომ მოხდა. ჩვენ ახლა უყურებთ, რომ რაღაცა უნივერსალისტური სისტემა იშლება. რაღაცა უნივერსალისტური სისტემა იშლება. აქ გამოდის მეორე ნაწილი და მე მინდა რომ გავაკრიტიკო კონსერვატიზმი ამ მხრივ. შენი აზრით ის რომ ეხა სადღაც გაჩნდნენ თავდაპირველად კონსერვატიული ინტელექტუალები, იქნება დასავლეთში თუ სხვაგან, გაჩნდნენ კონსერვატიული ინტელექტუალები. მაგრამ ამ კონსერვატიული ინტელექტუალების პროგნოზები ლიბერალისტთა მიმართებაში კი მართლდება რა, იმიტომ კრიზისს ყველა ხედავს. მაგრამ არ მართლდება ის რომ რაღაც კონსერვატიზმის ერა არ იწყება. და არ იწყება იმიტომ რომ კი ნაცნობია წარსული, მაგრამ აწყო, ანუ ის მომავალი რაც ახლა იქნება, არ გავს მაინც და მაინც წარსულს. იმის მიუხედავად რომ ისინი მოდის რომ აი რაღაც ახალი ბნელი ეპოქის ელემენტი, ხო? ხო. საერთოდ მოდის ახალი ბნელი ეპოქის ის რომ ყველა ფიქრობთ რომ რომი დაეცემა და რომის შემდეგ დაცემის შემდეგ აუცილებლად ბნელი ეპოქა უნდა მოვიდეს, ხო ეს არის ბნელი ეპოქა. მაგრამ სხვა რეალობა არის, ვერ დაეცემა. ანუ ბირთვული სახელმწიფო შეუძლებელია ეგრე დაეცეს. აჩვენა ისტორია. ხო, რომთა პარალელები ხო ნაწილობრივ არის ალბათ მართებული, იმიტომ რომ მაშინ მართლა სხვა ეპოქა იყო, ტექნოლოგიური განვითარება სხვა იყო და ანუ იგივე ბირთვული მდგენელიც არ არსებობდა. Ну, აი ეს ძალიან კარგი ტერმინები იყო მთლიანად ამ კითხვაში, რაც თქვი, რომ აი ეს უნივერსალიზმის კრიზისი, ხა იგივე ხო ეს იგივე თუნდაც აი მუსულმანობის გავრცელების შემთხვევაში, ხო ესეც ეს აბრაამულ რელიგიებს ახასიათებს მეტადრე ქრისტიანობას და ასე ვთქვათ, თუმცა ცხადია იუდეველობასაც აი ეს უნივერსალისტური მდგენელი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რასაც ჩვენ დღეს თვალს ვადევნებთ, არის უნივერსალიზმის კრიზისი. რომ ფაქტურად დასავლურმა აზრმა და ამაში ის თვითკრიტიკულობა არის მისი უდიდესი ნიშან-თვისება, აღმოაჩინა ეს რეალურად ეს უნივერსალიზმი ხშირად იყო რაღაცნაირი ნარატივი, გამაერთიანებელი ნარატივი და არა რაღაც ავთენტური უნივერსალიზმი თუ ასე შეიძლება ასეთი არსებობდეს. აი მაგალითად ეს ამას ჩაენაცვლა მაგალითად ნიცშეს პერსპექტივაზე, რომელიც ამბობს, რომ ეს უნივერსალიზმი ხა მაგალითად იგივე მაკედონელის სეული რაღაც ეს ელინისტური უნივერსალიზმი, იგივე სხვა უნივერსალიზმი, ეს არის რაღაც ანუ სხვადასხვა ხალხთა თუ ტომთა გაერთიანების საშუალება რაღაც მეტაფიზიკური ქოლგის ქვეშ და ჩვენ თავი ხო არ უნდა მოვიტყოთ, რომ ეს ქოლგა რაღაცაზე დასავლეთმა დაკარგა. მთლიანად სამყაროც ეგრეთ წოდებული ესე იგი დაგსაქსვა და ეს აი იგივე ხა მაგალითად ეს გეოპოლიტიკაშიც აისახება, ხო, ეს დაგსაქსვა და ეს არაუნივერსალიზმი და ეს არის მაგალითად ბრიქსი ხო, სადაც ჩვენ და ეგრეთ წოდებული შოსი ხო, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ესეც არის უნივერსალიზმის კრიზისზე პასუხი. ანუ ერთგვარად იქ არის მაგალითად პირობითად ლიბერალურ სოციალისტური ბრაზილია, თეოკრატიული ირანი, კიდე პოსტსაბჭოთა იმიდა გამოსული და აღმავალი რუსეთი, ჩინეთი თავისი იმით, ინდოეთი. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ რაღაც აზრით, ანუ ის დასავლური მოდერნული უნივერსალიზმის ეპოქა
წარსულს ბარდება. აი ამას ვადევნებთ და ამისი გეოპოლიტიკური სიმპტომი არის BRICS-ი, სადაც აი ეს ესეთი ნაზავია და რა აი კონსერვატიზმზე გადავა და კონსერვატიზმის ეპოქა იმიტომ არ დადგება რომ კონსერვატიზმი არის ძალიან მყიფე იდეოლოგიური ცნება განსხვავებით იგივე მარქსიზმისგან, ლიბერალიზმისგან, ნაციონალიზმისგან. კონსერვატიზმი ერთგვარად არის იდეა ვექტორი, ანუ ვექტორი რომელიც გულისხმობს რომ მე რა ჩემ წარსულში ჩავიხედო და კარგი ავაღორძინო და თვითყოფადობა შევინარჩუნო ნებისმიერ ფასად, მაგრამ ახლა ბრიტანეთისთვის კონსერვატიზმი ხო ესეც ვიცით, სხვა არის ირანელისთვის, სხვა არის და ბრაზილიელისთვის სხვა არის, მაგრამ აუ საერთო ქოლგა არის რომ რაღაცა ეს უნივერსალიზმი, რომელიც სინამდვილეში არის გლობალიზაციის ანუ უნივერსალურში ინიღბება გლობალიზაცია და რომლის გამოც უკმაყოფილება ამაზე რეაქცია ხო ეს ეგრეთ წოდებული კონსერვატიული ტალღა და ეს ტალღა სხვადასხვანაირია და ვერ იქნება უნივერსალისტური ხო იგივე ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია ვერ იქნება უნივერსალისტური განსხვავებით აი ქრისტიანული უნივერსალიზმის თუ მოდერნული უნივერსალიზმის ხო ეს გაერთიანებული სივრცეები როგორიც არის ევროპა თუ ევროატლანტიკური სივრცე რა ანუ მაგრამ იმათი კრიზისი უკვე აჩვენებს აი ამ პარადიგმის კრიზისს რა ჩვენ როგორც ფილოსოფოს გესმის რომ სახელმწიფო თავისთავად მარტო არ არსებობს რაღაცა მეტაფიზიკის გარეშე ან თუნდაც მითოლოგია ხო რაღაცა მითოლოგიის მეტანარატივის ხან ისტორიული დიდი ნარატივი ყველა როგორი სახელიც არ უნდა დავარქვათ ამას მან დევს რაღაცა წარმოდგენა მომავალს კი წარმოდგენა მომავალს ეს მომავალი მაგალითად თუნდაც კონსერვატიულად რო ავიღოთ ეს არის წმინდა იბერია რაღაც წმინდა რუსი ხო როგორც რუსებს აქვთ და მეორე იერუსალიმი და ასე შემდეგ ხო ეს იდეა მეორე იერუსალიმის იდეა ახლა თავი პრობლემა რა არის რას ხედავ ნუ ქართულ კონტექსტს ავიღოთ ახლა კონკრეტულად ქართულ კონტექსტში არ არსებობს მომავალი არსებობს აი არსებულმა სისტემამ არსებულ დაპირისპირებამ ლიბერალიზმთან შექმნა მუდმივი აწყვო სადაც ჩვენ მუდმივად შეგვიძლია ვაკრიტიკოთ ლიბერალიზმი მუდმივად შეგვიძლია ვამარცხოთ ლიბერალები მაგრამ არავის არ შევთავაზოთ ჩვენ ის თუ როგორი წარმოგვიდგენია ჩვენი მომავალი ანუ მომავალზე საუბარი აბსოლუტურად გამქრალია ხო, ну ეს ალბათ იმითაცაა გამოწვეული, რომ ეს სუვერენისტული მცირე გამარჯვებები მაინც ახალი ხილია და იმედია რომ ასეთი შესაძლებლობა დადგება. ანუ აქ ისიც არის რომ რაღაც აზრით ეს მაინც ამ კონსერვატიზმის ეგიდით ხდება, რომ აი რაღაცა ეს დიდი დაიმსხვრა, ეს უნივერსალისტური პროექტი დაიმსხვრა და აი ამ ნამსხვრევებისგან რაღაცა დადებითი ელემენტების შეკოწიწების მცდელობა არის აი კონსერვატიზმი, იმიტომ რომ მაგალითად ახლა რასაც პირობითად მარქსისტები ხშირად საყვედურობენ და ალბათ სამართლიანთაც ამბობენ რომ ეს რა ვიცი სად არის ამის პოლიტეკონომია კონსერვატიზმი მე არ გულისხმობ ანგლოსაქსონურ ნეოლიბერალურ ნეოკონსერვატიზმს ამას არ გულისხმობ აი რავი რას ვარ კაპიტალიზმი კაია თუ სოციალიზმი კაია თუ მაშინ თუ ვერცერზე ვერ მეუნები რა გამოდის მაგრამ საქმე იმაშია რომ აი ეს მაგალითად ჩინეთი აჩვენებს რომ აი ეს ჩინეთი რატო არის ახლა წინა პლანზე წამოსული რომ აი ამ სოფლიო სისტემის დეუნივერსალიზაციას ყველაზე კარგად ერგება იმიტომ რომ მას თავისთავში აქვს განხორციელებული რაღაც ჩინური ასე თქვათ სახელმწიფოს ქვეშ როგორც კაპიტალისტური ელემენტები ისე სოციალისტური ელემენტები და ანუ მოქნილობის ხარისხი ამ ჩემი აზრით პოლიტეკონომიური მომავალი აი ამ პოსტმოდერნულ პარადიგმაში არის ძალიან ჭრელი ანუ რაღაცა სივრცე შეიძლება იყოს სადაც იქნება რომ აი სახელმწიფოები ვაღიაროთ მოდი ისევ და არ წავშალოთ ერთმანეთის პატივისცემა ხონდეს მაგრამ ლოკალურად ჩვენ როგორ დააბალანსებ შიგნით თქვათ ეკონომიკებს ეგ უკვე იყოს შიგნით არჩევანი კონკრეტულად სახელმწიფოსი და მომავლის პროექტი ჩემი აზრით აი ისე პოსტმოდერნულად უნდა უყურო რომ უნდა აი ესე ეგრეთ წოდებული ჩერი პიკინგი რაც არის რომ უნდა ამოარჩიო წარსულიდან კარგი ხა შეიძლება ძალიან ესე მესიჯი აძღეთ რომ აი კარგი ავირჩიო და გადავაგდოთ მაგრამ მართლა ესეა ხო შენ აი წარსულიდან მათ შორის ჩვენ რომ ამბობთ კონსერვატორები ვარ ხო ჩვენ მათ შორის მოდერნული კონსერვატორები ვარ და ვამბობთ აი მე-19 საუკუნიდან კარგი რაც იყო იგივე საბჭოთა პერიოდიდან კარგი რაც იყო მაგალითად განათლება რაღაც კლასიკური განათლების სისტემის გამართულობა მიუხედავად თქვათ იდეოლოგიზებული მომენტებისა სისტემურობა მეცნიერული მიდგომა მთელი რაღაცეების მოპოვება შეიძლება და ამის შეფუთვა და უკვე ამაზე მომავალის პროექტის დამყარება რა შეიძლება
დამყარება, ხო? მე კიდე ეხლა რა არის, ხო? ხო, რატომ არ ხდება და შემოგთავაზებ ალტერნატიულ იმას, ვერსიას. იქნებ უბრალოდ არა გვაქვს იმის რესურსი, ინტელექტუალური რესურსი, ჩვენი მომავლის წარმოსახვა ჩვენ თვითონ შევქმნათ. იქნებ რადგან ჩვენ არ ვართ ესეთი ავტონომიური, აი ერთ ვერსიაზე ვიმეორებ. იქნებ უნდა დაველოდოთ სადღაც ევროპაში, კვლავ როდის გაჩნდება ეს ახალი უნივერსალიზმი, თუნდაც კონსერვატიზმის სახელით. და იქიდან შემოსულებს უკვე ჩავართვით ამ პროექტში. იმიტომ რომ აქამდე რესურსი რო ქონოდა. რაღაცა კონცეფციები მაინც, რაღაცა გაჩნდებოდა. როდესაც საუბრობს ჩვენ რომ მუდმივი აწყო არსებობს, მუდმივი აწყოს რაღაცა არქეტიპული სახე სიამდვილეში არის ლუარსაბ თათქარიძე. ნუ შემთხვევითი არ არის რომ მომავალი არ მიცა, ხო? ილია ჭავჭავაძემ მას. შვილის სახით, ხო? ის ყოველდღიურობაში თქოს მაყოფილია ყოველდღიურობას. და მე სახიფათო ტენდენციებს ვხედავ იმისა, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, იმიტომ კი არა ეს მიზამიმართული კი არა ბლოკოს, არამედ ხასიათიდან გამომდინარე, ეს ლუარსაბ თათქარიძემ საკმაოდ დიდი ხანი იარსებობს ჩვენ არქეტიპულ რაღაცა სხეულზე. კი. ხო, ანუ ეს არქეტიპი ჩვენში არის ძლიერი, თუმცა ანუ ერთი მხრივ შენ გვთავაზობ, რომ ესე იგი რაღაცა ტიპის მაგისტრალურ ხაზს დავაილოდოთ, მაგრამ ისე ვთქვა, რომ რეალურად ეს ეგრეთ წოდებული კონსერვატიული მობრუნება არ ყოფილა მანდამაის ცალსახად ჩვენი დამსახურება, ხო? ეს იყო რაღაცა მსოფლიო ისტორიული ტენდენცია, რომლის ფორმის მიცემის რაღაც ნაკადში ჩვენ სწორად ჩავერთვეთ, ხო? ანუ შენ პირობითად ეხა 10 წლის წინ, ან თუნდაც 7 წლის წინ რო გელაპარაკა ის, რასაც ეხა ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა ტელესივრცეში, ხო? შენ რაღაც მარგინალად გამოჩნდება. შენ ეხა ფაქტიურად უკვე არათუ კონტრელიტურ ნარატივს აწარმოებ, არამედ უკვე რაღაც სოფლიოს რაღაც სივრცეებში ეს უკვე ელიტური ნარატივია, რომ შენ მაგალითად პირობითად არ უნდა იყო კონკრეტული, რავი, მაგალითად ევროატლანტიკური სივრცის ხურმოჭრილი მონა, იმიტომ რომ იმას კრიზისი აქვს და შენ ეს გამოიყენი. მაგრამ ანუ შენ კითხვა რა არის შემდგომი განვითარება და მე მაგას ვამბობ, რომ ეს მაგისტრალური ხაზი არ იქნება ისეთი ხაზი, როგორიც იყო მოდერნულობის შემთხვევაში, ან როგორიც იყო მარქსიზმი, ან ნაციონალიზმი, ან რაღაცა. კონსერვატიზმი, ამიტომ გახდა, აი კონსერვატიზმი არის რაღაც აი ინსტინქტური რეაქციის იდეოლოგიური გაფორმება, რომ აი დაიმსხვა ეს დიდი პროექტები, რაღაცეები, დიდი იმედგაცრუებებია, დასავლეთი არ არის უნივერსალიზმი და თვითონ დასავლური მოაზროვნეები, იგივე დელიოზი და კიდე სხვები, ჰაიდეგერი და სხვები, ამან და ნიცშე და კიდე სხვები, მაგას ამბობენ, რომ ნუ ჰაიდეგერი მაინც დასავლეთის წინაპლანზე წამოწევს, მაგრამ მაინც ანუ ის რაღაცნაირად ამაშივე არის კრიზისი, ამაშივე არის კრიზისი და ეს ლოკალური ისტორიები ჩდება, ხო, რომ აი შენ მაგალითად რო ამბობ, აი და ჩვენ ხო ვსწავლობდით, რომ აი დასავლეთის ისტორია და ამ დროს რო გადახედო, ეხლა იგივე მთლიანში და პროდუქტის მიხედვით, მე მგონი მე თუ აი სანამ ოპიუმის ომები იყო, ჩინეთი უსწრებდა, ხო დასწავლეთ მთელი დიდი ხო თავს ვერ დავდებ რომ მთელი ისტორიის, მაგრამ დიდი შუა საუკუნეების განმავლობაში და ადრე მოდერნულობის რაღაცა 2 საუკუნეც ჩინეთი იყო მოწინავე, სანამ თქვათ მე ოპიუმის ომები დაიწყებოდა და ანუ შენ როცა ამას ხედავ და პლანეტა როცა გაერთი, ანუ გლობალურ სოფელში არ შეიძლება დასავლეთო-ცენტრული ან რომელიმე ცენტრული სამყარო პარადიგმა იყოს დომინანტი. ვიღაცა ხო უნდა აწარმოებდეს, ვისაც აქვს ტრადიცია უნივერსალიზმის ამ გლობალურ სამყაროში. თუნდაც ახლა ჩინეთზე კი ვსაუბრობთ იმაზე, მაგრამ ჩინეთიც კი საბოლოო ჯამში კი რაღაც მხრივ იზოლირებულია, მაგრამ ეს არ არის ის იზოლაცია, რაც მე-19 საუკუნეში იყო, ეს ერთი. და მეორე მარქსისტულია. და ის იყენებს იმ დასავლურ უნივერსალისტურ ენას, რაც მარქსიზმში არის. და ამიტომაც მისი საბოლოო ჯამში მისი უნივერსალისტური ენაც დასავლურია. ხო, ანუ აქ ოღონდ საქმე იმაშია, ძალიან კარგი შენიშვნა, ნახეთ, აი თანამედროვე ცოტა ძალიან პოსტმოდერნული ნათქვამი იქნება, მაგრამ პოსტმოდერნული უნივერსალიზმი იქნება ისეთი უნივერსალიზმი, რომელიც ერთის მხრივ რაღაცა ტიპის მოდერნულ უნივერსალურ პროექტს, მაგალითად მარქსიზმს და რაღაც დაზე დაეყრობა, მაგრამ მეორე მხრივ ამ რელატივისტურ მდგენელს მაგალითად იმას, რომ აი ჩვენ ყველას ლოკალური ისტორიები გვაქვს და არ ვთქვათ, რომ აი ეს არის ანუ ისტორიის გენერალური ხაზის იდეოლოგიურად წვდომა არ არის შეუძლებელია რა. ანუ იმიტომ რომ ეს ადამიანური პროექტია და ადამიანური დაფუძნება. შეიძლება ძველი გენერალური ხაზის იდეოლოგიური პროექტის ხრევის პროცესში გიგოჩვენება, მაგრამ
აი ვიღოთ გენერალური ხაზი რაღაც პერიოდში იყო ბიბლია. ყველა ისტორიას, ნუ ქართლის ცხოვრების გენერალური ხაზი აქეთ ბიბლიური სიუჟეტით იწყება, თარგამოსიანების იწყება, ხო? ანუ შემდეგ ის რაც შექმნა იმან, რა ქვია, დასავლეთმა, აი ადამიანის განვითარება, ხო, ევოლუციური განვითარება. ეს იყო გენერალური ხაზი ყველა ისტორიის. და შემდეგოდ ისა ეხლა ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ კი, შეიძლება ეს არ იყოს მაინც და მაინც ევროპის ისტორია, მაგრამ გენერალური ხაზი მაინც გვჭირდება. გენერალური ხაზი გვჭირდება, რომ მეც და მაგალითად, რა ვიცი, ბულგარელმაც და რა ვიცი, პაკისტანელმაც რაღაცა და შენთვის სუვერენისტული თვითგამორკვევა ძალიან არასაკმარისია, რომ ეს გენერალური ხაზი დადგინდეს, ახალი გენერალური ხაზი. არა, ეგ სუვერენისტული თავისთავად არ არსებობს, თუ არ არსებობს ეს სუვერენისტული ამ გენერალურ ხაზზე შენდება. როგორც ბიბლიაზე დაშენდა ქართლის ცხოვრება. ეს გავიგე, მაგრამ შენ ამბობ, რომ ანუ გენერალური ხაზი, რომელიც მარტო სუვერენისტულია და რაღაც კიდე სხვა მდგენელები არ აქვს, ეგ არ კმარა? მაშინ დიდი ტრადიცია უნდა გქონდეს და არა გვაქვს. აი, მოდი ვაღიაროთ. ჩვენ ნახეთ, არის ორი მომენტი. არის ხო, მაგრამ ეგ ხო ეგ სუვერენისტული ვიღაცისთვის მომავლის პროექტი იყო, იგივე ილია ჭავჭავაძისთვის და იმ თემდალეულებს, რომ აი, ოდესღაც შენ თავს ეყუდნოდე და ეს ხო იყო ის იდეა, რომელმაც როცა გაიხსნა ფანჯარა რაღაცა. როგორ ეყურდონე? უნდა ეყურდონ დასავლურად. ნუ მაშინ ევროპა იყო, სხვა არ იყო, სხვა მაგალითი არ იყო. იყო აქ ოსმალეთი, სპარსეთი და ევროპა, ეგ სამი მაგალითი ქონდა და რუსეთი ევროპას გამოხატავდა მაშინ. მაგრამ აი ხა აქ ერთი მომენტია. ესე იგი რიზით თქმაც მინდა, რომ საბოლოო ჯამში ის რომ ჩვენ სამწუხაროდ ღარიბი ნუ ფილოსოფიური სკოლა გქონდა. იმის მიუხედავად რომ ყავდა რამოდენიმე გამორჩეული ადამიანი ფილოსოფიაში, თვითონ სკოლა როგორც ასეთი არ არის ისეთი მძლავრი, როგორც მაგალითად გერმანული სკოლა იქნება, როგორც ფრანგული არის, რომელსაც შეუძლია, რომ მის ტრადიციებზე დაყრდნობით მან ნუ განდევნოს სხვა რაღაც კულტურის ნაწილი და დარჩეს მარტო საკუთარ თავთან. ჩვენ არ აქვს ამის ფუფუნების საშუალება. და მეორე არის ესეთი მომენტი, რომ ხომ არ მოვდივართ წინააღმდეგობაში ჩვენ წარმოდგენებთან. რაზე? ყველა ხალხს აქვს საკუთარ თავზე რაღაც წარმოდგენა, ხო? ყველას აქვს საკუთარ მაგრამ რომ სიამოვნებაში რეალური ხალხი ერი და მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე განსხვავებულია. ჩვენ ხო ამ შემთხვევაში ეს წარმოდგენა იმდენად ხო არ წავიდა შორს, რომ უკვე ეს შეხების მომენტები გაქრა. ანუ იმდენად ხო არ დარწმუნდით, რომ შეგვიძლია მართლა ვიყოთ რაღაცა კუნძულივით სხვების გარეშე შეგვიძლია არსებობა. იმდენად ხო არ დარწმუნდით, რომ ამან მოგვატყუა საკუთარი თავი რა. იმიტომ საბოლოო ჯამში ჩვენ ყოველთვის ვარსებოდით სხვის კონტექსტში. ის ჩვენი ქრისტიანობაც სირია-პალესტინიდან წამოსული ქრისტიანობა საბოლოო ჯამში და ჩვენი ეს კულტურაც გრიგოლ ხანძთელის სადმედის ხო სირია-პალესტინა და კონსტანტინოპოლში. ხო? ანუ ჩვენ გვჭირდება რაღაც ცენტრთან ურთიერთობა. ეგ მაგაში გეთანხმები, რომ ესე იზოლირებულად დიდხანს არ შეიძლება გასტანოს. ანუ იმიტომ ჩვენ ახლა ქართველების პრობლემა ეს ხშირად მიხოს არის ის, რომ რაღაცა ეს ცხოველქმედება და ქართლის ეს ვიტალურობა და ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საქართველოს როგორც პატარა ასპარეზი ქართველში ბადებს რომ რაღაც მაგისტრალ და რაღაც დიდი სივრცეებს შეუერთეს, ხო? ეს სხვათა შორის საბჭოთა კავშირის დროს ეს კარგად იყო გამოყენებული ქართველის მიერ, როდესაც ის რაღაცა დიდი რაღაც 15-16 სახელმწიფოები ერთობის ნაწილი იყო, მთელი თავისი ნაკლოვანების მიუხედავად ამან გასაქანი მისცა, ხო, რომ რაღაც დიდი სივრცის და ნუ მათ შორის იმ დიდი უნივერსალისტური პროექტის ნაწილი ყოფილიყო და ამით თავისი ცხოველმყოფელობა აი ამ ნიადაგზე ეკრა, რომ მათ შორის როგორც სოციალიზმის მშენებლობაში, ისე მის დანგრევაში სხვათა შორის. ხო, ანუ მე გეთანხმები, რომ კი ცხადია არის სამუშაო ამაზე ძალიან და საჭიროა ის, რომ რაღაცაზით მართლა ეს ჩვენი მომავალი დავინახოთ, მაგრამ დღეს აი მართლა ისე არის, რომ აი ეს ჩვენი მომავლის დანახვა უნდა იყოს რაღაც ახალი. იმაზრით, რომ აი მართლა ისტორიულად ესეთი ფანჯარა არ ქონია, ხო, ხა რო აიღო, ხო იგივე ეს
ის სამწლიანი პერიოდი, რომელიც რაღაცა მაინც ამოვარდნილი არის კონტექსტიდან, ხო, ეს თქვათ ის მენშევიკური მთავრობა, მიუხედავად რაღაც სიკეთეებისა, მერე ამ რაღაც დიდ ბოლშევიკურ ერთობაში ყოფნა, შემდეგ ეს დამოუკიდებლობის ბურუსი, ომები, ასე შემდეგ და ახლა კიდე ეს გეოპოლიტიკური რაღაცა და სადაც უკვე ერის კონცეფციას და ერის ერთობას იმდენად დიდი საფრთხე დაემუქრა ტრანსნაციონალური კორპორაციების მხრიდან, რომ ეს რაღაც ერის გამოღვიძებები ხდება მსოფლიოში და აი ეს ყველაფერი, აი ეხლა გეძლევა შენ რეალურად საშუალება, რომ რაღაც აზრით შენი თავის ერის ფილოსოფია შექმნა იმაზრით რომ თქვა აი ვინ ხარ შენ საიდან მოდიხარ რატო ხარ ესეთი ხო ანუ აქამდე ჩვენ მაინც რაღაც ერის ისტორიოგრაფია და ასე შემდეგ და მათ შორის ის ფილოსოფიური სკოლები რომელიც ჩვენ ძველიდან ქონდა აი მაინც აი მარქსისტულ და აი რაღაც მეცნიერულობის განვითარების საფეხური იყო და იქ არ გეძლეოდა შენ ახლა ისე ცალსახად საშუალება რომ გეთქო რომ აი მე ეს ერი ვარ იმიტომ რომ იქ თქვა მარქსისტული დოგმატიკა წალეკავდა ხო ასე თუ ისე რა და არის ახლა ამის ანუ რაღაცა ფანჯრები იღება და ამას უნდა როგორც ის როგორც ინტელექტუალური რაღაც სიმაღლეზე ყოფნა შესაბამისი პირების ხარ მეორე მხრივ ალბათ პოლიტიკური ნებელობაც რომ ამის სინქრონიზაციამ დაბადოს აი ის რაზეც ჩვენ საუბრობ აი ესე მომავლის ხედვა და რაღაც გზელვადიანი პერსპექტივა იმიტომ რომ ჩვენ მაინც ვიყავით ყოველთვის აი სიტუაციური ადაპტაციის აგენტები აი ხო ჩვენი ბრალი არ არის აი ჩვენი გაბარიტებიდან გამომდინარე და ჩვენი ისტორიიდან ხო რომ რაღაცნაირად აი ეს ლავირება რაღაცა რომ ესეც გაივლის ის იმპერია წავა ესეც გაივლის და ასე შემდეგ ანუ ეს ამ ალგორითმებში ცხოვრობდი და შენ ახლა ითხოვ იმას რაც არასდროს არ გვიკეთებია ჩვენ რომ ჩვენ როგორც ქართველებმა და არა დიდი ისტორიული პროექტის ნაწილებმა ვთქვათ რომ აი რანი ვარ ჩვენ და რა გვინდა ჩვენ და თან პლუს მოითხოვ რომ ეს გავაკეთოთ რაღაც დიდთან რაღაცა ტიპის შეწებებულობი და ეს ორი რთულია მე არ ვამბობ არასდროს ამბობ უბრალოდ რთულია და ამას ჭირდება ძალიან დიდი პროაქტიული მუშაობა რა ხო მაგრამ ერთი ის არის რომ ხა რაც უნდა მომინდეს რომ მოცარტი საქართველოში გაჩნდეს შეიძლება არ გაჩნდეს როგორი პირობებიც არ უნდა შექმნა ხო ხო მე ვხედავ მაგალითად რომ სხვაგან ჩდებიან რაღაც ინტელექტუალი ისინი ადამიანები რომლებიც ამას ქმნიან და ჩვენთან სამწუხაროდ აი ეს თელი ეს ინტელექტუალური რესურსი მიდის ლიბერალიზმის კრიტიკაზე მიდის მაგრამ პროექტი არ იქნება ანუ პროექტის შექმნა ხო არ არის მარტო სახელმწიფო დაკვეთა პროექტის შექმნა არის ასევე ხლა ინტელექტუალის ინდივიდუალ რომელიც რაღაც ერის რაღაც სულით არის ნაკვები ასე ვთქვათ ალბათ ხო მაგას ხო და ჩემი შეკითხვა რაში მდგომარეობს იქნება არ შეგვიძლია რა აი იქნება როარ ვიწვალოთ ეგრე ვთქვათ რა რომ რაღაცები შეიძლება არ შეგვიძლია აი ეგ შეიძლება არ შეგვიძლია მე მგონია რომ უფრო მეტად ამის ინტელექტუალ შეძლებაზე არის უბრალოდ ის ინტელექტუალური შემძლეობა და ვთქვათ ის მასშტაბი რაც ქართულ გონს და მის წარმომადგენლებს აქვს ეს შეიძლება ანუ ამისი დაკვეთის არარსებობა არის რაღაც აზრით ჩემი აზრით ანუ უბრალოდ დაკვეთის ვერ ამოკითხვა იმიტომ რომ რაღაცა ის განწყობის ილუზიაში ხარ რომ რაღაცა ის სხვანაირად უნდა იმოქმედო რომ აი სიტუაციურად უნდა ადაპტირდე რაღაცა აი ხო ხტები ანუ რეალურად სახელმწიფოებრიობის პრობლემაც არის ჩემი აზრით ანუ სახელმწიფოებრივი აზროვნება ესე შაბლონურადაც შეიძლება ჟღერდეს ანუ სახელმწიფოდ ყოფნის გამოუცდელობაც არის ის რატომაც შენ ამას არ განდომებს იმის მიუხედავად რომ შეიძლება შენ ინტელექტუალური პოტენციალი ქონდეს გულისხმობ რაღაც ცალკეულ ადამიანებსთან დაინტერესებულ მაშინ არის ეგეთი მომენტი რომ რატომ არ განდომებს ახლა ამაზე გადავიდეთ რატომ არ განდომებს პირველი რაღაცა რომ მოგინდეს უნდა იყოს ის ესე იგი წყარო რაღაცა წყარო შემოქმედების წყარო იმიტომ რომ ყოველთვის აი მაგალითად საბჭოთა სისტემა და თავის დასაწყისში იყო შემოქმედების წყარო ძალიან ბევრი ადამიანისთვის ის რა ქვია საფრანგეთის რევოლუცია იყო შემოქმედების წყარო ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეკლესიასთან ბრძოლა შუა საუკუნო ან კათოლიკურ სამყაროში იყო შემოქმედების წყარო ძალიან ბევრი ადამიანისთვის იგივე რენესანსი იქნება განმართლებლობა განსაკუთრებით განმართლებლობა უფრო ანტიეკლესიურობით გამორჩეოდა რა არის ეს სადაც ხედავ რა არის ჩვენ შემოქმედების წყარო გვაქვს საერთოდ შემოქმედების წყარო ჩემი აზრით ისევ და ისევ აი ერის თვითდადგენების და თვით გამოვლენის ხაზიდან უნდა ამოვიდეთ. ჯერ ამაგეს?
მოდი ასე ვთქვათ, ანუ არის ეგ ხელშემოქმედების წყარო, რომ ეგ ანუ შეიძლება დეკლარირებდეთ, როგორც მაგალითად პუტინი დეკლარირებს მართლმადიდებლობას, მაგრამ სინამდვილეში პროფანაცია ეგ რა გაგებით რა? არანაირი პოლიტიკური მართლმადიდებლობა რუსეთში არ არსებობს და მისი რუსული ინტელექტუალური ცხოვრების შემოქმედებითობა არ გამომდინარეობს მისგან. ამ შემთხვევაში არ გულისხმობდი ბანდამაის რელიგიურობას, არამედ თორე რეალობაში ხო ის ინტელექტუალური ხაზი ხო ხშირ შემთხვევაში იმის მიუხედავად რომ ცალკეული სასულიერო პირები იყვნენ, მაინც აი სეკულარული განმანათლებლობით იყო ხო იგივე თერგდალეულები და მე აქედან უკვე მესამე დასი ვთქვათ ამ მარქსისტული ხაზი და ამ შემდეგ. ანუ მე მაინც გონია რომ ანუ ჩვენ როგორც ანუ ერის პატარაობაც არის ამის გამსაზღვრელი ერთის მხრივ, მაგრამ ანუ უნდა რაღაცნაირად უნდა ანუ ეს სიტუაცია რაღაცა სუვერენისტულმა რაღაცა აღმასვლამ უნდა მიაღწიოს რაღაც ავთენტურ წერტილს, როდესაც ჩვენ მართლა შეგეძლება რომ აი გააკეთო და ჯერჯერობით ეს ასე არ არის ცხადია, იმიტომ რომ არის ახლა გეოპოლიტიკური გადაწყობის ეპოქა, არის რაღაც მე არ ვამბობ რომ ეს გადაწყობის ეპოქა პირიქით შეიძლება ზუსტად ის იმპულსების მომცემი იყოს, მაგრამ მაინც ეს კულტურული შემოქმედებითობას, აი მოდი ესე ვთქვათ რა, აი ჩვენ ხო ვამბობთ აი საბჭოთა 60-იან 80-იან წლებში იყო კულტურის რენესანსი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მაინც აი ქართული ეს არტისტულობის რაღაც აი ამის ხაზით განირჩევა და არა იგივე ვთქვათ აი ეს ფილოსოფიური პროექტების იმის მიუხედავად რომ მამარდაშვილს ჰქონდა ცალკეული მცდელობები იგივე აი მომავლის გადაძახილის, თუმცა ის მაინც რაღაც საბჭოთა კრიტიკის დომინანტა მაინც უფრო იყო წამყვანი მასში. ანუ შენ აი ძალიან უხეშად ვთქვათ რომ აი 80-იან წლებში ხა შეიძლება ცალკეული ადამიანები იყვნენ და მე არ ვიცი რომ ყველაზე არ ვიტყვი ამ შემთხვევაში, მაგრამ აი ქართული ინტელექტუალური სივრცე იყო რომ აი საბჭოთა კავშირი დაინგრეს და კეთილდასავლეთში რაღაც სიო შემოვიდეს და ანუ შეიძლება ის ეპოქიდან ვერ დაინახავდი და შეიძლება მათ შორის საბჭოთა კავშირის ბრალიც არის რომ იქ დისკურსი არ იყო ხო, ანუ ოღონდეს დაინგრეს და მე იქ კაია ხო, ეს განწყობა იყო ხო რეალურად ეს რასაც ჩვენ ვერ ვძვით, ეს არის 80-იანი წლების ჰომოსოვიეტიკუსის ნარატივი რომ აი იქ არის ყველაფერი კარგი და ეს არ არის ხო, ეს არ იყო ესე და ის ინტელიგენციას რომელსაც კი ბევრი კარგი შექმნა და ახლა ვინ ჩივის ხო ამაზე. უბრალოდ ის იყო აი რაღაც მეტაფორული ენით რაც უდია საბჭოთა კავშირი ამაზე ხო, ან შეიძლება არა მეტაფორულით, ან მამარდაშვილი რაღაც პირდაპირ მითითებით უკვე ამ პერესტროიკის დროს და ანუ მაინც აი ეს შეზღუდულობა განთავისუფლების მოდუსი იყო დომინანტი, მაგრამ იქ რა იქნებოდა მე ხა არ მინდა კიდევ ერთხელ დავაკნევ ცალკეული პირები ხო, ვინც თქვა შეიძლება ამ ხრივ მუშაობდნენ ან მუშაობენ, ანუ ეს იმაშვებოდა რა, ანუ სხვანაირი ის იყო, თან არის რაღაც არტისტულობა, კინო, ის კი ხა იგივე ოთარ ჭილაძეც რო აიღო და კიდევ თქვა რაღაც ცალკეული ფილმები, რავი არის რომ აი საბჭოთა კავშირი რაც უდია და იმ სისტემის მამხილებელი იყო, იმ სისტემის რომელიც დეკადანს განიცდიდა, მაგრამ აი საკუთრივ სისტემა, ის საბჭოთა სისტემა არ იძლეოდა იმ საშუალებას, რომ შენ ხა თეორიულად გემჯელა რომ აი დასავლეთის ნეოლიბერალიზმს შევეჯახებით, მე რა იქნება და აი ქართველო ერო რა გავაკეთე. აი ხდები ძალიან მაღალი მოთხოვნა იქნება რომ ეგეთი მოთხოვნები რა თქმა უნდა სისულელია, იმიტომ რომ ლიბერალისთან ჩვენ შეგიძლია რაღაცა ის კონდო რომ ლიბერალს შეეხებინო. ანუ შეუძლებელია ხა იქ სადღაც ხალხთან არცებობდეს და თან მით უმეტეს იმ პერიოდში როდესაც ნეოლიბერალიზმის აყვავების პერიოდი იყო, იქ რაღაცა კრიტიკა დაიწყო. მაგრამ მე სხვა რამეს გულისხმობ. შენახსენე თერგდალეულები, შენახსენე მესამე დასიც. ორივე იყო გარკვეულწილად შემოქმედებით წყარო, ხო რა იყო რომ იყო ის რომ განმანათლებლობიდან და იქ ევროპული ნაციონალიზმიდან და ნაციონალისტური პროექტის გადმოტანა საქართველოში, აქ ერი სახელმწიფო შექმნილი იყო საბოლოო ჯამში. ერთი მხრივ და მეორე იყო მარქსიზმის გადმოტანის მომენტი. ორივე უნივერსალისტური იყო სხვათა შორის. ერთად თვით გამორკვევა რენანის, ჰერდერის დოქტრინები და სხვა ისინი. ეს ილა ჭავჭავაძის ივერიაში ნათარგმნი იყო და ანუ იმის თქმა მინდა რომ ორივე მე შემოქმედებითი წყარო მიიღეს დასავლეთისკენ. მოგწონს ეს თუ არა, მოგწონს ესე მოხდა. დღეს ჩვენ გამოდის რომ დასავლეთი აღარ არის შემოქმედებითი წყარო. აღარ არის რუსეთის გავლით დასავლური კულტურის ადაპტაცია, ესე თუ დავაზუსტებთ, იმიტომ რომ რუსეთის პრინციპში ამ შემთხვევაში დასავლეთის ნაწილი იყო, ხო, ნუ კულტურული ის იყო. ყოველ შემთხვევაში თუ დააკვირდები მის აღმავლობას რუსეთის კულტურის ცენტრი
მოსკოვი კი არ იყო, პეტერბურგი სიმბოლურად ევროპაა ყოველთვის, ხო და ის რაც დიდი შეიქმნა რუსეთში 19 საუკუნეში და ვერცხლის იმას რასაც ეპოქას რასაც ხო. ესაც პეტერბურგის ის არის, ხო? ამიტომ გეუბნები, ხო, რუსეთს კი თავიდანვე რუსეთის პრობლემა რა არის, ჩემი აზრით, იცი რომ ერთი მხრივ ის ევროპაა. და მეორე მხრივ ებრძვის ევროპას. და ამ საკუთარ თავის წინააღმდეგ ბრძოლა ეხლა გამომართლა რატომ? და ეხლა პირველად გამომართლა რუსეთს ამ გაგებით, რა გაგებით, რომ თვითონ ევროპელები ხშირად უარს ამბობენ საკუთარ კულტურას. და ერთადერთი ევროპა შეიძლება მართლა დარჩეს რუსეთი. ხო, ანუ იმ გაგებით რა გაგებით ეს ადრე ევროპა იყო. კლასიკური გაგებით კულტურა. იმიტომ რომ აქამდე ყოველთვის გაუგებარი იმით საკუთარ თავთან ბრძოლა გამოსდიოდა რუსეთს. ანუ ესე ცოტა მარტივ ფორმულირებაში რო ვთქვათ, ანუ რუსეთი შეიძლება კარგად ჩანდეს LGBT ევროპის ფონზე, მაგრამ სულაც ჩანს თქვათ მოცარტის ევროპის ფონზე პირობით აქ ვთქვათ და თქვათ იმ კულტურული და რაღაც განმაათლებლობის ხო. ხო, ნუ ეგ კი ეგრე არის და რავი, ეგ მართალია ესეა და სხვათა შორის ეს ან ჩვენშიც ეს განმაათლებლობის შემოსვლა ეს რაღაცეები ხო, ანუ გაგვიმართლა რაღაც ის ისტორიას არ შევეხოთ ეხლა, მე ეს ხარებს გეუბნები. ეხლა ხომ ამიტომ არა გვაქვს მომავლის პროექტი, რომ ჯერ დასავლეთს არ აქვს ეგ მომავლის პროექტი. აღარა აქვს ეგ მომავლის პროექტი. და ჩვენც მაგიტომ ხო არ გაგვიხარ. ხო, ანუ ეგ ცხადია, ეგ მაგ ხრივ გეთანხმები, რომ კი დასავლეთის პროექტის კრიზისი იწვევს ჩვენში ამას, მაგრამ ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ აი ეს დასავლური კრიზისის მიღმა რაღაც ძიებებში ვიყოთ. ხო, ანუ ეს გვაქვს ჩვენი ისტორიული მოქნილობიდან გამომდინარე. აი ეს არის ჩემი აზრით, ეს არის ის ხედვა რა. კი, მაგრამ იქ არ ვიცით დასავლეთში თუ არ მოbrunდა, თქვათ რაღაცა ეს რაღაცა თუ არ მოხდა რაღაც რენესანსი და თქვათ აი ჩაიძირა ამ რაღაც ბიუროკრატიის ლოგიკებში, ჩვენ რა ვქნათ, ხო? ანუ უნდა ვეძიოთ ალტერნატივა, ეს იქნებოდა ჩემი საბოლოო სიტყვა ასე ვთქვათ. უნდა ვეძიოთ ალტერნატივას. სწორედ ამას ის მომხრევ ვარ მეც და მგონია რომ ერი არსებობს იმ შემთხვევაში თუ კი მას გააჩნია საკუთარი წარმოდგენა საკუთარ თავზე მომავალში. ანუ როგორი იქნება მათი შვილები, მათი შვილიშვილები, რა ცივილიზაციაში იცხოვრებს. და მინდა ერთი რაღაცა შეგახსენოთ, რომ არაბები მუჰამედის გამოჩენამდე იყო ყველაზე ესეთი შემოჩნეველი, კი, ქირაობდნენ, ვაჭრობდნენ, რაღაცა ესეთი ყაჩაღობდნენ, ესეთი ხალხი იყო, მაგრამ არაფერი გამორჩეული, მათ რაღაცა მნიშვნელოვანი ისტორია არ ქონიათ. მაგრამ როგორც კი მათ საკუთარ თავში რაღაცნაირად გადაალაგეს, შექმნეს უნივერსალისტური ენა, შექმნეს წარმოდგენაც საკუთარ მომავალზე, შექმნეს საკუთარი ხედვა ისტორიაში, ისინი გამოვიდნენ როგორც ისტორიის სუბიექტები, რომელმაც მერე შეცვალეს ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკის ისტორია და მეგობრებო კაცობრიობის ისტორია მნიშვნელოვნად შეცვალეს. ახლა ზოგიერთ ხალხისთვის დადებითად უარყოფით ეს ცალკე საკითხი, მაგრამ თვითონ მეთოდი თუ კი ერი აღმოაჩენს საკუთარ თავში ამ უნივერსალისტურ ენას, რომელთაც მას შეუძლია სამყაროსთან ურთიერთობა და ის იქნება მაცნე ამ ახალი ენის, ის იქნება შემიაზის მომავალში დომინანტი. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ თუ გონია, რომ ეს მუდმივად გაგრძელდება, ეს აწყო, ლუარსაბთავად ხარიზეობა, ესე ვთქვათ, რომ დღეს მოვიხმართ, კარგად შევჭამთ, კარგად ვიქნებით, ხო? არ იქნება ეს მუდმივი და ვინც დაგვასწრებს, რომელი კულტურას დაგვასწრებს ამ უნივერსალისტური ენის შექმნაში, ის იქნება ხვალე ჰეგემონი და მის ენაზე მოგვიწევს ჩვენს საუბარი. ამიტომ ინტელექტუალურ ცხოვრებას აქვს ის მნიშვნელობა და სულიერ ცხოვრებას ის მნიშვნელობა, რომ შექმნას ეს უნივერსალისტური ენა. ჩვენ კი დასაწყები გვაქვს ამის შექმნა. ჩემი აზრით, ქართველებს გვაქვს ტრადიცია, რომ ეს ენა შევქმნათ. ამიტომ იმედი მაქვს, მოდი ესე ვთქვათ, იმედის დონე არის, რომ ეს ენის ძიება დაიწყება, უნივერსალისტური ენისა და იდეების ძიება დაიწყება. დაწერეთ კომენტარები, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, გთხოვთ რომ გააზიაროთ ვიდეო. მოვალ შეხვედრამდე.